საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვმ-ს კუთვნილი კომპანიების მიერ შემდგომი რეალიზების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება შენახვის ფაქტები. გამოძიებით დადგინდა, რომ ვმ-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება შენახვის ფაქტზე 2025 წლის 19 სექტემბერს ბრალდებული სახით დაკავებულები არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვა, დირექტორი მა და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი ყოფილი თავდაცვის მინისტრის პირადი დაცვის წევრი ნც. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2.166.341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323.851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი კარელია, სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისათვის აუცილებელი სხვა პროდუქტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების მიზნით.